მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და თქვენ ვიყურებთ პოდკასტ ციტატა. ოღონდ პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდი ახალ გარემოში იწერება. ჩემს ოჯახთან ერთად ვარ ჩვენს დედულეთში, კახეთში, სოფელ აკურაში. ეს სახლი, რომლის აივნიდანაც ახლა გესაუბრებით, ჩვენი წინაპრების მიერ არის აშენებული 100 წლის წინ. და აქ ჩვენი წინაპრების სამი თაობა ცხოვრობდა, ახლა ჩვენც ვართ სამი თაობა. ძალიან იშვიათად ხდება, რომ ყველა ერთად ვიყრით თავს და როცა ხდება ეს ყოველთვის არის ამ სახლში. ამიტომ ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ოჯახის 6 თაობა ხვდება ერთმანეთს და აკურის სახლი ჩვენთვის ბედნიერების ადგილია. დღევანდელი ციტატა ძალიან ზუსტად ეხმიანება ჩემს განწყობას, ჩემს აქაურ ემოციებს და აი როგორ ჟღერს. მადლობა ღმერთს, რომ ფესვ გადგმულ ხეზე მეტად თავისუფალი არ ვარ. ციტატის ავტორია მე-20 საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები ინგლისელი მწერალი დევიდ ლოურენსი. დღევანდელ ციტატაში თავმოყრილია ორი ცნება. ერთი მხრივ ფესვები, მეორე მხრივ თავისუფლება და დევიდ ლოურენსი ამბობს, რომ ორივე მაქვსო, ფესვების და თავისუფლებაზე და უფრო მეტს ამბობს. მადლობა ღმერთს, რომ ფესვებ გადგმულ ხეზე მეტი თავისუფლება არ მაქვსო. ხის მეტაფორა ზოგადად ძალიან გავრცელებულია წარსულისა და მომავლის კავშირის აღსანიშნავად. ფესვები წარსულია, ტოტები მომავალია და რაც უფრო მყარია ფესვები, მით უფრო ჯამრთელია ხე. და შეიძლება ითქვას, რომ სიღრმე განაპირობებს სიმაღლეს. ზოგადად დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა ისეთ ქვეყანაში გაიზარდა, რომელმაც წელი ვერ მოიდგა, რომელმაც ვერაფერი ვერ შესთავაზა ახალგაზრდებს, რომელიც ვერ დაეწია თანამედროვეობას და ამიტომ მივიღეთ ორი უკიდურესობა. ერთი მხრივ ყავს ახალგაზრდები, რომლებსაც ბევრად ურჩევიათ, რომ თავის ბელგიელ ან ფრანგ თანატოლებს გავდნენ, ვიდრე საკუთარ ბებიას და ბაბუას. და მეორე მხრივ ყავს ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ, რომ კანონსაც კი დაუპირისპირდებიან იმისთვის, რომ დაიცვან ტრადიციები და დაიცვან კულტურა და ქართული იდენტობა. მაგრამ სინამდვილეში ვითომ ფესვების დაცვის საბაბით ეს ადამიანები ორ დიდ ტყუილში ცხოვრობენ და ცდილობენ, რომ ჩვენც გვაცხოვრონ. პირველი ტყუილი ის არის, რომ როგორც კი ადამიანს ჭირდება იმის თქვა, რომ აი ვითომ ფესვებს იცავს და ამ დროს გეუბნება, თუ ჩემნაირი არ ახარ, შენ ხარ განადგურების ღირსი, ეს უკვე ნიშნავს, რომ იდეოლოგიასთან გვაქვს საქმე და ფესვები არაფერ შუაში არ არის. ეს ერთი დიდი ტყუილია. მეორე ტყუილი ის არის, რომ ამ ახალგაზრდებს სიამძვრეში არც იდეოლოგია არ აინტერესებთ, იმიტომ რომ ესეთი ჯგუფები, აგრესიული ჯგუფები, რომლებიც იდენტობას იცავენ, ყოველთვის არიან მიბმული მაშინ არსებულ მთავრობასთან და როცა მთავრობა იცვლება, ეს ჯგუფებიც ქრებიან ხოლმე და ახალი მთავრობა მოდის და ჩდება ახალი ესეთი აგრესიული ვითომ ფესვების დამცავი ჯგუფი და ჩვენ დღეს საქართველოში ზუსტად ამ პროცესს ვადევნებთ თვალს, რომ ერთი ესეთი ახალი ჯგუფი გამოჩნდა ჩვენს თვალსაწიერში. ფსიქოლოგი გაგანი ჟარაძე ამბობს, რომ თავნებობაო არის თავისუფლების ქართული გაგება და ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ვიცით, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ თავისუფლები ვართ ჩვენი იდეალების დაცვაში, რომ კანონსაც კი დაუპირისპირდებით, სინამდვილეში ტყუილს გვეუბნებიან, მაგრამ მათ უკან ნამდვილად დგანან ადამიანები, რომლებიც მართლა გრძნობენ, რომ არიან უსაზღრო თავისუფლები, მართლა ფიქრობენ, რომ რასაც უნდა იმას გააკეთებენ და ამას არანაირი ცუდი შედეგი მათთვის არ მოყვება. ეს ყოველთვის არის
ჰიბრისის ნიშანი არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ ჰიბრისი არის ტოტალური გაამპარტავნება, როდესაც ადამიანი ფაქტობრივად ღმერთს უტოლებს თავს, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ყველაფრის უფლება აქვს და ყველაფერი შეუძლია. ესეთი ტოტალური გაამპარტავნება ყოველთვის და გარდაუვლად არის ადამიანისთვის დაცემის წინა სტადია. ჰიბრისთან დაკავშირებით მინდა გიამბოთ ერთი არაკი, რომელიც ხორხე ლუის ბორხესის წიგნში წერია, ამ არაკს ქვია ორი მეფე და ორი ლაბირინთი და წიგნს ქვია ალეფის, რომელშიც ეს იგავი არის მოთხრობილი. ბაბილონს ყავდა მეფე, რომელმაც რატომაც გადაწყვიტა, რომ აეგო ისეთი ეშმაკური ლაბირინთი, რომ იქ შესვლა ვერავის ვერ გაებედა, ან თუ შევიდოდა, იქ ჩაკარგულიყო. ერთხელაც ბაბილონს ეწვია არაბეთის მეფე და ბაბილონის მეფემ წაიყვანა, აჩვენა თავისი ლაბირინთი და იქ ჩატოვა. არაბეთის მეფე არის ძალიან დამცირებული, დათგუნული, მთელი დღე დადის ამ ლაბირინთში და ვეღარ პოულობს გამოსასვლელს და შემდეგ უზენაეს შესთხოვა, რომ გამიყვანე აქედანო. და მართლაც დღის ბოლოს აი ასეთი შეურაცხყოფილი და დაღლილი გამოვიდა ლაბირინთი და სიტყვა არ დასწენია საყვედურის მსგავსი. ოღონდ ეს უთხრა ბაბილონის მეფეს, რომ იმედი მაქვსო, ღმერთი მომცემ საშუალებასო, რომ ჩემი ლაბირინთიც გაჩვენო, მეც მაქვს ლაბირინთი არაბეთშიო. წავიდა თავის სამშობლოში, მოკრიბა ჯარი და ესხა თავს ბაბილონს დაანგრია დიდი სასახლები და მეფე ტყვედ აიყვანა, წამოიყვანეს არაბეთში, შესვეს ფეხმარდ აქლემზე, გაუშვეს უდაბნოში. და 3 დღის შემდეგ, როდესაც ესე იგი ეს უდაბნოში დადიოდნენ, არაბეთის მეფე ეუბნება ამ დატყვევებულ ბაბილონის მეფეს. შენ გინდოდა ჩემი ჩაკარგვა ლაბირინთში, რომელსაც აქვს უთვალავი კიბე, დერეფანი, კედელი, კარი და აი მე მოგიყვანე ღმერთის წყალობით, აი ამ ჩემს ლაბირინთში, რომელსაც არც დერეფანი აქვს, არც კედელი აქვს, არც კარი აქვს და შეგიძლია თავისუფლად იარო. გაუხსნეს ხელფეხი და გაუშვეს უდაბნოში და ბაბილონის მეფე იქ დაიღუპა შიმშილით და წყურვილით. ის რომ ბაბილონის მეფემ გადაწყვიტა, რომ მას შეეძლო ისე მოქცეოდა სხვა ქვეყნის მეფეს, როგორც თვითონ ჩათვლი და საჭიროდ, რა თქმა უნდა, იყო მისი ამპარტავნების ნიშანი, ეს იყო მისი ჰიბრისი და საბოლოოდ სწორედ აი ამ ჰიბრისმა დაღუპა. ფესვების სიმბოლურ მნიშვნელობას ალბათ არაფერი ისე არ აჩვენებს, როგორც ოდისევსის საწოლი, ოდისევსის და პენელოპეს მისი მეუღლის საწოლი. ეს საწოლი ხისგან, ზეთისხილის ცოცხალი ხისგან გამოთავა თვითონ ოდისევსმა და მე ამ საწოლს შემოუშენა ირგვლივ სასახლე. როდესაც ოდისევსი იბრძოდა ტროას ომში, 10 წელი ამ ომში გაატარა და შემდეგ 10 წელი დაჭირდა იმისთვის, რომ სახლში დაბრუნებულიყო და მას ძალიან ბევრი დაბრკოლება და ცთუნება შეხვდა გზად, მაგრამ აი ეს საწოლი, რომლის ფესვები ღრმად იყო მიწაში გადგმული, მიანიშნებდა იმაზე, რომ ოდისევსის ეს თავისუფლება, რომ სად ივლიდა ცთუნებებთან, რა დამოკიდებულება იქნებოდა, როგორ გადალახავდა ამ დაბრკოლებას და ცთუნებას, სწორედ იყო მიბმული აი იმ საწოლთან და იმ ფესვებთან, რომელიც მიწაში იყო გადგმული და ეს გვეუბნება ჩვენ, რომ ოდისევსი აუცილებლად დაბრუნდებოდა თავის სახლში, იმიტომ რომ ეს ფესვგადგმული ხე იყო ითაკას მისი სამშობლოს გულის გული და ეს იყო შუქურა, რომელიც რაღაცნაირად გზას უკვალავდა ოდისევს. მაგრამ როდესაც ის სახლში დაბრუნდა ბოლოს და ბოლოს, პენელოპემ ადვილად არ დაიჯერა, რომ ეს ნამდვილად მისი ქმარია და ცადა რაღაცნაირად გამოცდა მოეწყო ოდისევსისთვის და
მის გამზრდელ გადიას უთხრა, რომ ეხლა ეს საწოლი გადადგიო და მოუმზადე დასასვენებლად, მოსასვენებლად ოდისევსო და ოდისევსის რეაქცია ამ სიტყვებზე ნათლად დაანახა პენელოპეს, რომ დიახ, მის წინ იყო მისი ქმარი, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა, რომ მათი საწოლის გადადგმა შეუძლებელია, იმიტომ რომ ცოცხალი ზეთის ხის ნაწილია ეს მათი საწოლი. რას გვეუბნება ეს ამბავი? გვეუბნება იმას, რომ ოდისევსის თავისუფლება იყო შეზღუდული აი ამ ფესვებით, რომელიც მას სახში ელოდებოდა და ამიტომ არ იყო მოსალოდნელი, რომ ის აყვებოდა რაღაც ცდუნებას, ან ვერ გაუძლებდა იმ განსაცდელებს, რაც გზაში შეხვდა და დაბრუნდებოდა. განსხვავებით ბაბილონის მეფისგან, რომელსაც არ აღმოაჩნდა ის ფესვები, რომელიც ბოჭავს ადამიანს, რომ როგორც აი დევიდ ლოურენსი ამბობს თავის ციტატაში, ბოჭავს ადამიანის თავისუფლებას იმდენად, რომ შენ ფესვები გაძლევს ძალას, რომ იყო თავისუფალი, მაგრამ ადამიანობის ფარგლებში. აი ამ ფარგლებს, ადამიანობის ფარგლებს არ უნდა გასცდე არასდროს. დღეს ამით დავასრულებ ჩვენს გადაცემას, დავუბრუნდები ბოლოს ისევ აკურის სახლს და ვიტყვი იმას, რომ ეს სახლი და ამ სახლში დაბრუნება ჩვენ ყოველთვის იმას გვახსენებს, რომ ერთი დიდი რგოლის ჯაჭვის რგოლები ვართ ჩვენ და ეს ჯაჭვი განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას და თუ გვინდა ვიცოდეთ რა არის მთავარი, რაც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს და რასაც ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და რა ტრადიციის, რა წესის გამგრძელებლებიც გვინდა ვიყოთ, ამის შესახებ ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებით და ხა არც მინდა რომ ჩემი ოჯახის წევრებზე გიამბოთ, მაგრამ წესი მინდა გითხრათ, რა არის ჩვენი ოჯახის ცხოვრების. ჩვენი წესი არის, რომ ყოველთვის შევეშველოთ ერთმანეთს, ყოველთვის ვცადოთ, რომ მეტი საქმე ჩვენ გავაკეთოთ, რომ მეორეს დასვანების საშუალება მივცეთ, მეტი რესურსი ჩვენ დავხარჯოთ, რომ მეორეს შეეძლოს, რომ თავის ბიუჯეტი დაზოგოს, ვცდილობთ, რომ მეტი ტვირთი ჩვენ ავიღოთ ჩვენ მხარზე, რომ მეორის ბეჭები შემსუბუქდეს და ასე ვცხოვრობთ ჩვენ და ასეთი წესი გვაქვს არა მხოლოდ ერთმანეთის მიმართ, არამედ როგორც წინაპრებმა გვაასწავლეს და გვაჩვენეს მაგალითი, ასე ცხოვრობდნენ ისინი ახლობლების მიმართაც ეს წესი ჰქონდათ და სხვების მიმართაც, ზოგჯერ უცხოების მიმართაც. ადრეც მithქვამს და ეხლაც მინდა გავიმეორო, რომ ზოგადად არა მარტო ჩვენი ოჯახი, არამედ რა ვიცი, საქართველოში უამრავი ოჯახი ცხოვრობდა ასე, რომ ყველა აკეთებდა იმას, რისი გაკეთებაც მას შეეძლო და მადლობელი იყო ღმერთის იმისთვის, რასაც ამის სანაცვლოდ იღებდა. ძალიან დიდი სირცხვილი იყო სხვასთან გაჯიბრება და სხვის იყურება, რომ აბა ის თუ არ აკეთებს რაღაცას, მე რატომ გავაკეთო? არ ხდებოდა ასეთი რამ და მართალია დღეს ფოკუსი გადატანილი არის ადამიანზე, ადამიანი თავის თავზე არის კონცენტრირებული უფრო მეტად, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან მთელ მსოფლიოში, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ერთმანეთზე ზრუნვა არის ის ტრადიცია, ის ფესვები, რომელიც ჩვენ არ დაგვამსგავსებს მოფარფატე ფოთოლს და რომელიც ჩვენ დაგვიცავს იმისგან, რომ ჩვენ თვითონ არ ვიყოთ ფესვები გადაჭრილი და სხვისი ფესვების დაცვისთვის არ ვიყოთ აი დროის ქარიშხლის მიერ გამწესებული. ძალიან დიდი სირცხვილი არის ეს ნამდვილად. მე მგონი სულ ეს იყო დღეს, რის თქმაც მინდოდა ამ ახალ გარემოში ახალი ხმებია, ახალი წესია შეიძლება გადაცემის ჩაწერის, შეიძლება მთლად ბოლომდე ადაპტირებული არ ვარ ამ სიტუაციასთან, მაგრამ მაინც მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ჩემი ოჯახი არაჩვეულებრივად და უსაშველოდ მგულშემატკივრობს. დიდი ამ პატარიანად, მათ შორის ყველაზე პატარა 6 წლის არის და ხანდახან მოადგება ხოლმე კარს, რომელიც აივანზე გამოდის, რომ დაინახოს, რას ვაკეთებ და რამდენად ვარ მზად, რომ შეგხვდეთ თქვენ და გიამბოთ ჩვენ შესახებ. დღეს ამით დაგემშვიდობებით, დაგიტოვებთ ტრადიციულ თხოვნას, რომ გამოიწეროთ
ჩემი არხი, ციტატა და შემომიერთდეთ, ეს ახლა ჩემთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ 10 მაგი და 1000 მაგი მადლობა ყველას, ვინც უკვე ჩემთან ერთად ხართ.